გამარჯობათ. დიდი მადლობელი ვარ რომ შემომიერთდით. ეს არის mindset-ი მინდია გაბიჩვაზესთან. ჩვენი პირველი პოდკასტი არის დღეს და დიდი მადლობა რომ გამოგვიწერეთ და ჩვენთან ერთად ატარებთ ამ დროს. დიდი ხანი ვფიქრობდი რომ რა თემით დამეწყო, როგორ წარმომედგინა ჩემი თავი თქვენს წინაშე. ვიცი რომ პირველ შთაბეჭდილებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი თემა გავიარე, ძალიან ბევრს ვკითხე ჩემ მეგობრებს, ჩემ კოლეგებს, აზრი მაინტერესებდა ყველასი, იმიტომ რომ ცოტა მე თვითონ აფორიაქებული და რაღაც გარკვეულ ფოთვაშიც ვიყავი შესული. და ძალიან ბევრი კაი აზრი მომივიდა, ძალიან ბევრი კაი აზრი მომაწოდეს, მაგრამ ბოლოს მაინც მივხვდი რომ თუ მსურდა რომ მე თქვენს წინაშე ათენტიკური ყოფილიყავი და თქვენს წინაშე გამეზიარებინა ჩემი თლიანი გამოცდილება, ჩემი განათლება, ჩემი პროფესიონალური ექსპერიენსი ან ჩემი პირადული ექსპერიენსი, ამიტომ მე უნდა დამეწყო იმ თემით, რაც ყველაზე მეტად ჩემ რეალობას მოიცავს უკვე რამდენიმე თვეა. არა მხოლოდ ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის წევრებისას. და ეს თემა არის გლოვა. რატომ გადავწყვიტე გლოვაზე მესაუბრა? თვითონ სიტყვაც რაღაცნაირად გამოიხატება და როდესაც მე ჩემ მეგობრებს ვუთხარი რომ ამ თემაზე მინდოდა საუბარი, რატომღაც სიტუაცია იმ პერიოდში შეიცვალა მაგიდასთან, სადაც ვიჯექით, რომ აი ყველა სიტყვის გაგებაც კი უჭირდა. ჩემთვის ეს ესეთი ძნელი აღქმულობა არ იყო, როდესაც მე გლოვაზე მისაუბრია, იმიტომ რომ მე გლოვა ყოველთვის ვიცოდი თეორიულად. მესმოდა თეორიულად გლოვა რა იყო. გლოვასთან ბევრჯერ მიმუშავია. ასევე ცხოვრებაშიც გამომიცდია გარკვეული დანაკარგი, ხო? დავკარგე დედა და მამა, ბებია, ბაბუები, გარკვეული მეგობრებით ჩემ ასაკში უკვე ნელა იწყება ამის დაკარგვის განცდა. მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როცა ჩემი დიშვილი ლაზარე გარდაიცვალა, გლოვამ თეორიის საზღვარს გადალახა. ის ჩემ ცხოვრებაში აღარ იყო მხოლოდ პროფესიული ცნება. ის ჩემ სახლში შემოვარდა. ლაზარე იყო ულამაზესი ადამიანი. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ასევე სულიერადაც. მას ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმები. ჩვენ ბოლოს რო ვისაუბრეთ, გარკვეულ გეგმაზეც კი მე მელაპარაკებოდა. ეს იყო როგორც შეფს, როგორც მამას, როგორც შვილს, როგორც მას, როგორც ადამიანს, მას ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთების გეგმები ჰქონდა. მისი ღიმილი ოთახს ანათებდა და სიმშვიდეს ქმნიდა. ის იყო ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნას რაღაც გარკვეულ სამყაროს გარკვეულ ნაწილს უფრო თბილს ხდიდა. მე საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ ჩემი დიშვილები ფაქტიურად ჩემი შვილები არიან. ემიგრაციის გამო ლაზარე ჩემს გვერდით არ იყო გაზრდილი, მაგრამ რატომღაც გენეტიკა მაინც თავისი გაიტანა და ის ფაქტიურად ჩემნაირი ადამიანი იყო. ძალიან გავდით ერთმანეთს. რაღაც ღრმად გვაკავშირებდა და ამაზე ჩვენ ოჯახშიც ყოველთვის სიცილი იყო, რომ მივხედავთ იმისა, რომ დისტანცია იყო ჩვენ შორის, როგორ ვიყავით ერთნაირი. და ზუსტად ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვუგებდით სხვანაირად, უბრალოდ რომ შევხედავდით, უკვე ვიცოდით მეორე რას ფიქრობდა. ის ნამდვილად ჩემნაირი იყო. და ზუსტად ამიტომ მისი დაკარგვით რაღაც საკუთარი ნაწილიც დაიკარგა ჩემში. არ ვიცი როდესმე თუ ეს გამთელდება ან დაბრუნდება, მაგრამ დღეს ამაზე არ მინდა საუბარი, დღეს მინდა გავაგრძელო გლოვაზე და ტკივილზე. ჩემ ტკივილს, ჩემ გლოვას მე ვერასდროს ვერ შევადარებ, რაც ჩემ ადამ და ჩემ სიწემ გამოიარეს და გადაიტანეს, ან იტანენ. შვილის დაკარგვის ტკივილი აუტანელი არც ვიცი რა დავარქვა, რაღაცა
შედარება არ აქვს, სიტყვებიც არ არსებობს. თუ არსებობს, უბრალოდ რთულია ამ სიტყვების გამოთქმაც კი. ლაზარის დაკარგვა იყო შოკის მომგვრელი, აუტანელი. რაღაცნაირად არარეალური იყო ჩვენ შორის ყველაფერი, რაც ხდებოდა. და ჩვენში ყველაში, ჩემ ოჯახში რაღაც დაანგრია, რაღაც დაამტვრია ამან. მე პირადად არც ვიცოდი თუ ეს არსებობდა, რომ ესეთი რაღაც ესეთი აუტანელი ტკივილი თუ არსებობდა როდისმე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანს, რომელსაც გლოვა ნასწავლი მაქვს და გაგებული მაქვს, მე დავიკარგი ამ პროცესში. და მე აი ამ ზუსტად ამ პერიოდში მივხვდი, რომ თუ მე, რომელსაც ათასობით საათი მაქვს გამოვლილი ადამიანთან, რომელიც გლოვის გადიოდა, რომ იმასთან ჯდარ ვარ, ყველანაირად მიცდია, რომ რაღაცნაირად იმათ ტკივილში შევსულიყავი, ეს სხვანაირი რაღაცა იყო. მე გამიჭირდა სიტყვების პოვნა, მე გამიჭირდა იმ სივრცის პოვნა. და მე მაშინ ვიხდი, რომ რამდენი ადამიანი ალბათ საქართველოში, ან მსოფლიოს ირგვლივ, ვინც ჩუმად იტანჯება. ან ფიქრობს, რომ ის სუსტია, ან გატეხილია. ან ზოგჯერ არის, რომ გლოვას ნორმალურად ვერ განიცდიან, უფრო მეტი უნდა გააკეთონ. აი ზუსტად ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ გამეზიარებინა ამ თემაზე მესაუბრა, ჩემი სუბიექტური ექსპერიენსი გამეზიარებინა თქვენთვის და ასევე, რაც მინდა ყველაზე მეტად, ასევე მინდა გავგიზიაროთ და გაგაცნოთ ის კვლევები, ის გამოცდილები, რაც გლოვაზე არსებობს. ასევე მინდა ვისაუბრო კულტურა როგორ უყურებს ამას. და მე ამ კლინიკური გამოცდილებისაგან და კლინიკური კვლევებისგან გამომდინარე, მინდა ასევე გაგიზიაროთ, რა რეკომენდაციები არსებობს. როდის უნდა ჩავერიოთ პროფესიონალი, ან რა შემთხვევაში როგორ შეიძლება ამ ადამიანებს გვერდზე ვივდგეთ. არ მინდა, რომ ვინმეს გლოვა იქცეს მარტოობის გზად. ჩვენი გლოვა აქვს ორი მხარე. არის პირადული და ასევე არის კოლექტიური. ძალიან ახლო ოჯახი ვართ და ყველანი დაკარგული იყო და ალბათ არც ვიცი თუ რომელიმე ჯერ კიდევ ვიპოვეთ გზა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ამას ნამდვილად გეტყვით, რომ ცხოვრება გრძელდება. პირველ რიგში ჩვენი ყველა ჩვენთაგანის ოჯახის წევრების მთავარი მიზანი იყო ჩვენთვის, რომ ჩვენი და ჩემი და ჩემი სიძე დაგვეცვა და მათთვის სფერო შექმნილიყო, რომ სუნთქვა გაეგრძელებინათ. სხვაზე არც იყო არაფერზე ლაპარაკი. ხოლოდ ეს გვინდოდა, რომ ეს რამენაირად შეგვექმნა. მე არასდროს არ დამავიწყდება ის ხმა, რომელიც ჩემი დისგან ამოვიდა იმ წამს, როდესაც მას უთხრეს, რომ შვილი დაკარგა. ეს ხმა სუჩემ ყურებშია და ალბათ არასდროს არ შეიცვლება. და არც ვიცი თუ მინდა რომ შეიცვალოს და არ გრძნობდე, იმიტომ რომ გარკვეული მიზნით ეს ხმა მე მაძლევს საშუალებას, რომ ვისუნთქო. გავაგრძელო ცხოვრება ამ ახალი რეალობით. ჩემმა სიძემ ფიზიკური ძალა დაკარგა, ფიზიკურად ის გაყინული იყო. გლოვამას ფაქტიურად სხეული წაართვა და ოთახში შემოსვლაც კი არ შეეძლო. სადაც ლაზარე იყო დაკრძალული. მე ჩემ საკუთარ გლოვას გამოხატვის საშუალებას მხოლოდ
ღამე სასწაულში რო ბრუნდებოდი, მაშინ ვაძლევდი თავს და მაშინ ხდებოდა. და ერთადერთი ყველაზე მეტი რაც გამოუშვი, ეს იყო დაკრძალვის ბოლოს, ყველა რო წავიდა და მარტო რო დავრჩი იმ ადგილას და აი სივრცეში შემეძლო ამის გამოხატვა. მე რაღაც აღმოვაჩინე, რაღაც გავაანალიზე, რასაც სიტყვით ვერ ხსნიდი რა ხდებოდა, სანამ ჩემ თავს ბოლომდე არ მოусმინე. მოსმენა ხდებოდა დიალოგის გამართვით ჩემ თავთან. და აღმოვჩნდი ესეთ სფეროში, რომ გავიზიარე, რომ ლაზარესზე საუბრის პერიოდში ერთდროულად ორი ემოცია იწვევდა ჩემში. ტკივილი და სიყვარული. არა ერთი, ან მეორე, არამედ ორივე ერთად. ამ პერიოდში რაღაც თეორიის გადაღმა გავიზიარე ერთი მონაკვეთი, აღმოვაჩინე ერთი მონაკვეთი, რომ გლოვა და საუბარი მაძლევდა საშუალებას, რომ სიყვარული მეგრძნო. ასევე მივხვდი, რომ გლოვა მხოლოდ დაკარგვა არ იყო. ეს ასევე სიყვარულის გამოხატვაც აღმოჩნდა. გატეხილი გული, რომელიც ასეთ ტრამვის პერიოდში ხდება, ფორმას აღარასოდეს აღარ დაუბრუნდება, მაგრამ ის ადგილი ჩდება, სადაც სიყვარული და ტკივილი ერთად აგრძელებენ არსებობას. და ის ზუსტად ეს მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი სუბიექტური მდგომარეობიდან. ასევე მოდი მინდა დავიწყო შევხედოთ, რას განვიცდით, როცა გლოვობთ ემოციურად, რომელიც მე ხავხწერე, მაგრამ გარკვეული აზრები მოდის ჩვენში. გარკვეული ჩვენს ხელშიც ხდება ცვლილებები. და აი ამაზე ძალიან ხშირად არ ვსაუბრობთ. ამას ასეთ ფაქტორებს არ ვუზიარებთ ერთმანეთს. როგორც აღვნიშნე, გლოვა მხოლოდ ერთი ემოცია არ არის. ის არ არის მხოლოდ სევდა. შეიძლება ერთდროულად კონდეს შოკი, სიცარიელე, ბრაზი, რაღაც დანაშაულის გრძნობა, დაბნეულობა. ხშირად შეიძლება ტკივილი ძალიან აწეული იყოს, რომ აი ფაქტიურად გაყინული ხარ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება საერთოდ არაფერს არ გრძნობდე. ეს არ ნიშნავს, ყველა ამ ემოციების გავლის პერიოდში ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა დაგავიწყდა, ან რაღაცას ივიწყებ, ან რაღაც ნორმალურ პერიოდს არ გადიხარ. ეს ნიშნავს, კვლევიდან გამომდინარე, რომ ნერვიული სისტემა ცდილობს გადარჩეს, ჩვენი ნერვული სისტემა ცდილობს გადარჩეს. ნერვული სისტემა ცდილობს დაიცვას ადამიანის ზედმეტი გარდატვირთვებისგან და ვაჩვენოს და დავიწყოთ მორგება ჩვენ ახალ რეალობასთან. მხოლოდ ემოციები არ არის გლოვაში. თანამედროვე კვლევები, სხვათა შორის 2023-ში იყო ბოლო კვლევა გლოვასთან დაკავშირებით, რომელმაც აჩვენა, რომ დანაკარგი გლოვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტვინზე, ასევე ჩვენს სხეულზე და ასევე ჩვენ ჰორმონულ სისტემაზე. გლოვაში მყოფ ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ იმუნური სისტემის დაქვეითება, ძილისა და მადის სერიოზული დარღვევები და სტრესული ჰორმონის კორტიზოლის ცვლილებებია დავარდნილი და არეული. ეს კვლევა ასევე აჩვენა, რომ როდესაც გლოვა არის ძალიან გაძლიერებული და როდესაც გლოვა
გაზრდილა დიდხანს გრძელდება, ასევე იზრდება ავადმყოფობასთან კავშირი, გარკვეული ავადმყოფობები ჩნდება ჩვენში, იმიტომ რომ სხეული არის დარღვეული. ფუნქციონირების სერიოზული დარღვევები იწყება. და ზუსტად ამით დაამტკიცეს, რომ გლოვის პერიოდში ეს არ არის მხოლოდ ჩვენ თავში, ეს არის მთელი ორგანიზმის გამოცდილება. რაც შეეხება აზროვნების მხრივ, ხო, ფიქრის მხრივ. ძალიან ხშირად არის, რომ ხშირად შეიძლება ისეთი აზრი მოგვივიდეს თავში, რომ უარყოფა გამოვთქვათ, რომ ეს არ შეიძლება რეალობა იყოს. ესე რომ მექნა, ეს რომ მეთქვა, ჩვენ უბრუნდებით, ამ ვატრიალებთ ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად ბევრს უჭირს კონცენტრაციის გაკეთებაც. მეხსიერება იცვლება, ყურადღების გაფანტვა იწყება. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის სისუსტე. ეს იგივე ტვინის რეაქცია ძლიერ დანაკარგზე და ტრამვაზე. თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ გლოვა არ არის ხაზოვანი პროცესი, ეს არის ფაქტიურად ტალღები. ეს ეტაპებიდან ეტაპზე ჩვენ არ გადავტივართ. ჩვენ ამ ემოციებს შეიძლება დღის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ემოციები ვიგრძნოთ და სხვადასხვა მხარეს გადავიდეთ. ეს არის ტალღები. ზოგჯერ ტალღები ძალიან ძლიერია და ზოგჯერ შეიძლება მშვიდად იყოს დამშვიდებული. ზოგჯერ შეიძლება ეს ტალღები თვეების შემდეგ, წლის შემდეგ ისევ აფორიაქდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპებზე არ არის და ხაზზე არ არის გასმული. დღეს ერთ-ერთ ყველაზე მიღებულ მიდგომად ითვლება, რომ ადამიანი გლოვის დროს ფუნქციონირებას ორ მდგომარეობას შორის ერთ დროს ის პირდაპირ ეხება ტკივილს და დანაკარგს, მეორე დროს კი ცდილობს ცხოვრებას, ყოველდღიურობას და ახალ რეალობას შეუდგეს და შევიდეს. ფაქტიურად ხდება მოძრაობა ტკივილს და ცხოვრების შორის. და გარკვეულ პერიოდში ეს ჯანსაღი გლოვა იწყება ჩვენში. ასევე ფსიქოლოგიური კვლევებით არის ნაჩვენები, რომ არის გარკვეული ჯგუფი ხალხის, რომლებიც ამ ინტეგრაციას ვერ აღწევენ. და აი ამ მდგომარეობას ოფიციალური სახელი ქვია, ამას ქვია გახანგრძლივებული გლოვის აშლილობა, ეს უკვე დიაგნოზად არის შემოტანილი და დიაგნოზად არის დასმული. მინდა აღვნიშნო, რომ ამას გარკვეული დრო კი კლინიკურად არის გარკვეული პერიოდი, მაგრამ კულტურას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის საქართველოში არ იქნება მიღებული და შეიძლება არ იყოს მიღებული. ასევე იტალიაში, ასევე საფრანგეთში, ასევე ჩინეთში, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველა კულტურას თავისი გარკვეული დრო აქვს. აი მაგალითად საქართველოში ჩვენ გვაქვს, რომ მე-9 დღე 40 ერთი წელი რო გავა წლის თავი. ეს ჩვენ გარკვეული რიტუალები გვაქვს და აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ მინდა ავჩქარდეთ, რომ ვიღაცა აშლილობაში შეცდომით არ შევიყვანოთ. კიდევ რას გვიჩვენებს კვლევა? კვლევა გვიჩვენებს, რომ განსხვავებაა აი ამ საფეხურში, რომ ადამიანი როგორ გადავა, თუ ვიზგლოვენ და როგორ მოხდა დაკარგვა. თუ ეს მოხდა ტიპიური, რასაც ჩვენ ტიპურს ვეძახით, აი მაგალითად ბებიები, ბაბუები, უკვე ასაკში მყოფი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას მიყავს, არა ძალადობა არ იყო ამ შემთხვევაში, აი ამ გახანგრძლივებულ გლოვის აშლილობას 10%-მდე ჯგუფმა შეიძლება მიუდგეს, შეიძლება მიაღწიოს. მაგრამ როდესაც დაკარგვა არის მოულოდნელი, არაბუნებრივი, ან ძალადობით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, შეიძლება 50% შეიძლება მიუახლოვდეს ამ აშლილობას. და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
გახანგრძლივებული გლოვა არ განსაზღვრავს მხოლოდ დროის განმავლობაში, კიდევ ეს უნდა აღვნიშნო. ის განისაზღვრება თუ ფუნქციონირებას როგორ აგრძელებს ეს ადამიანი, თუ იმათი ფუნქცია მთლიანად არის დარღვეული, თუ გაჩერებულია ტკივილში და არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ფიზიკურ ტკივილებზე იწყებენ უფრო მეტად ცხოვრობას და ფაქტიურად ვერცეთ ნაწილს თავისი ცხოვრებისას ვერ უბრუნდებიან უკან. ამას მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილოთ, რომელიმე თქვენგანი, რომელიც დღეს ჩვენ გვისმენს, თუ გძნობს თავის თავს ამ მდგომარეობაში, მინდა იცოდეთ, რომ ეს სისუსტე არ არის. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ გლოვის ტვირთი თქვენ ნერვულ სისტემისთვის გადაჭარბებულია და ამაში პროფესიონალური დახმარება გჭირდებათ აუცილებლად. რითიც შემიძლია ჩვენ და ჩემი გუნდი დაგეხმაროთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, რომ ამაში გვერდზე დაგედგეთ. ყოველთვის იბადება შეკითხვა ამ ინფორმაციის მიღების მერე, რომ რა ეხმარება რეალურად ამ გლოვის ინტეგრაციაში, რა შეიძლება გაკეთდეს, რითი შემიძლია გვერდზე მდგომმა დავეხმარო, რა შემიძლია გავაკეთო და როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გადავიტანოთ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ როდესაც გლოვაზე და ტრავმაზე ვსაუბრობთ, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ერთი გზა. ერთი ფორმულა ან ერთი სწორი ტემპი არ არსებობს. ერთი ზომა ყველას არ ერგება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კულტურაზე და თვითონ ადამიანის ემოციურ ჩამოყალიბებაზე. პირველი ყველაზე მთავარი და თითქმის ყველა რისერჩი, რასაც იძახის, ეს არის, რომ მიცე შენ თავს, რომ თავისუფლად ისაუბრო. ეს არ ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს უნდა ესაუბრო, ან სწორი სიტყვები უნდა იპოვო და სწორი სიტყვებით უნდა ისაუბრო. ეს ნიშნავს, იყო ისეთი და გამოხატო ის, რასაც იმ მომენტში გრძნობ. ემოციების სიტყვებში გადატანა, რაც ფაქტიურად მთელი ფსიქოთერაპიაა, ეხმარება ნერვულ სისტემას ტკივილის რეგულაციაში. საუბარი არა უქმებს კიდევ ვიტყვი ტკივილს, მაგრამ ის ამცირებს იზოლაციას. აი ამაში გვეხმარება. მეორე ფაქტორი, რომელიც აღწერეს, ემოციების გამოხატვა, კი შენ დაიწყე საუბარი, კი შენ გაიწყე გამოხატვა, მაგრამ როგორ გამოხატავ? არ უნდა გააკეთო შენი ემოციების შეფასება. ჩვენ ძალიან ხშირად ვცდილობთ, რომ ასე არ უნდა ვგრძნობდე, ეს უკვე დიდი ხანი გავიდა, ვაიმე რა უნდა, როგორ უნდა გამოვიხატო, აი მაგალითად საქართველოში, როდის შეიძლება შავები გავიხადო, ქალი იტყვის, სამსახურში როდის უნდა გავიდე, კაცმა როდის უნდა გავიპარსო, როდის უნდა რა გავაკეთო, ეს ყველაფერი რასაც რიტუალები და ტრადიციებს მოაქვს. ამას ყველაფერს ამის გამო ჩვენ ძალიან ხშირად შეფასებას უკეთებთ ჩვენი ემოციების გამოხატვაში. ძალიან გთხოვთ ერთი რაღაც გახსოვდეთ, რომ ემოციები არ ემორჩილება ბრძანებას. როცა ჩვენ მივცემთ ემოციებს არსებობის უფლებას, ტკივილს, გაბრაზებას, სიცარიელეს, სიხარულს, ისინი თანდათან პოულობენ იმ ადგილს, იცვლებიან და ჩახშობა კი არ ხდება, დამავა კი არ ხდება ამ ემოციების. ისინი პირიქით ჩვენ ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად გვამშვიდებენ და გზრდიან, გვამზადებენ ახალი ცხოვრებისთვის.
ეს მხოლოდ გლოვაში არ არის, ეს ყველა შემთხვევაში ესია, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვხატოთ იმ ემოცია, რასაც გვგრძნობთ. თუ ვინმეს თქვენს გვერდზე ამის პრობლემა აქვს, ეს თქვენი პრობლემა არ არის, ეს იმათი პრობლემაა. მესამე კიდე რაც მომეწონა სხვათა შორის ბევრი ფაქტორები აღნიშნული და მე ამ სამს გაგიზიარებთ, მესამე არის რაღაც გარკვეული პირადული რიტუალების გაკეთება, შექმნა. ეს არ უნდა მოხდეს იძულებით, ან სხვისი ნაკარნახებით, რომ ვინმე აი ეს გააკეთე, ვარჯიში დაიწყე, სკოლაში წადი, ეს გააკეთე, ის გააკეთე, ეს უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს თქვენ უნდა მოგეხმაროთ. შეიძლება იყოს აღნიშნული იყო ამ კვლევაში, რომ ზოგმა წერილის წერას არ დაიწყო, ზოგმა რაღაც მოგონებებზე ლექსების წერა დაიწყეს, რომ ზოგმა რაღაც გარკვეული ადგილი შექმნეს, ახალი ჩვევები გამოიყენეს. რიტუალები ტვინს ეხმარება დანაკარგის რეალობის ნელ-ნელა მიღებაში და ახალმნიშვნელობის ჩამოყალიბებაში. აი მე მაგალითად დავიწყე კუკინგი, რადგან ლაზარე შეფი იყო. ეს არის ის დრო, როცა მე და ლაზო მარტო ვართ და ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებით. ხშირად ის დამციმის და სულ მიწახის აუბიძა ჩემო რა გიჟი ხარ. თუ მithumetes მე შეცდომით თუ რამე მოვხარში ამ ბევრი სუნელი ან რაღაც თუ ჩაურია. მე მეორე მხრივ იმას მაგალითად ამ ბოლო პერიოდში იმაშვები რა ქვია ვაშურებ ჩემ ახალ იაპონურ დანებს. ეს დრო ჩვენია მე და ლაზოს გვეკუთვნის. ძალიან ხშირად დანაკარგის აზრის პოვნის დაწყებაც გვეწყება ჩვენ დროთა განმავლობაში. ძალიან ხშირად ვსვამთ შეკითხვებს, რატომ მოხდა ეს? როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? კვლევა აჩვენებს, რომ აზრის ძიება, როცა ტკივილი ყველაზე ძლიერია, დამატებით ტკივილს იწვევს. აზრი ძალიან ხშირად მოგვიანებით მოდის იძახიან. ეს როდესაც ნერვული სისტემა უკვე დამშვიდებულია და ცხოვრება რაღაც გარკვეულ სფეროს ქმნის და როცა უკვე დაწყებულია ეს ცხოვრებაში შენი მოძრაობა. მე მაგალითად დღემდე ვერ ვიპოვე პასუხი. რატო მოხდა ეს? რელიგიასაც მივადექი, ფილოსოფიასაც მივადექი, ყველა კვლევა წავიკითხე ალბათ რაც არსებობს. მაგრამ პასუხი დღემდე არ ვიცი. როცა ვიპოვი, აუცილებლად გაგიზიარებთ. მაგრამ რა ვიპოვე, იცი და რა გავიგე? რომ მე მეხმარება, როდესაც თავისუფლად ვსაუბრობ გლოვაზე. თუნდაც ამჟამად თქვენ გვერდზეც. მაგრამ ასევე მინდა გაგიზიაროთ, რომ რასაჩვენებს გამოკვლევა, რომ ვიცოდეთ დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ფსიქოთერაპია და პროფესიონალური ჩარევა ხარდაჭერული ჯგუფებში მონაწილეობის მიღება ან ჩარევა გვაძლევს საშუალოდან უფრო მაღალ ეფექტურობას. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც ეს გაძლიერებული გლოვა აქვს. უბრალო კონსულტაცია, უბრალო სხვისი აზრის მიღება, ამას ძალიან ისეთი შერეული შედეგი აქვს, როდესაც ეს პროფესიონალური ჩარევა არ ხდება. ძალიან მცირე შედეგს აჩვენებს ეს ახალი აპები, პლატფორმები, ეს ონლაინ მხარეები. ერთადერთი რაც გვეხმარება და რაც ყველაფერს აჩვენებს, ეს არის რამენაირად რომ სოციალურ იზოლაციაში არ დავრჩეთ, მარტო არ დავრჩეთ, როდესაც უკვე ყველა
შენს გვერდზე მყოფი ადამიანები თავის ცხოვრებაში შედიან და განსაკუთრებით ეს გამოიხატება საქართველოში. როდესაც გარკვეული პერიოდი გავიდა უკვე იწყებ გრძნობას რომ მარტო ხარ. შენს გვერდზე მხარდაჭერა ცოტა იფანტება. ეს კი არ ნიშნავს რომ იმათ გული არ ტკივათ. უბრალოდ ყველა თავის ცხოვრებაში გადადის, ყველა თავის ცხოვრებაში თავის ცხოვრებას უერთდება. და ამ პერიოდში თუ ადამიანს ბოლომდე არ აქვს ნაბიჯები მიღებული, რომ უკვე რაღაცნაირი ფუნქცია დაიწყოს, აი ამათვის შეიძლება ძალიან გართულდეს მდგომარეობა. ხშირად ჩვენ მხარდაჭერა ჩვენს გვერდზე იფანტება, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც გვერდზე ხართ, არ გვერდზე ვართ, უძლურობის გრძნობა გვიჩნდება. გვინდა დავეხმაროთ, მაგრამ არ ვიცით როგორ. გვეშინია რომ არასწორი სიტყვები არ ვთქვათ, ან კიდე უფრო მეტი ტკივილი არ მივაყენოთ ადამიანს. და ამ შიშის გამო ძალიან ბევრი ჩვენნაირები ვჩუმდებით. ან შეიძლება ნელ-ნელა გაშორება დავიწყოთ. მინდა გახსოვდეთ, რომ გლოვაში მყოფი ადამიანისთვის ზუსტი სწორი სიტყვები არ არსებობს. მაგრამ თქვენი გვერდზე ყოფნა როგორც შეგიძლიათ, რა ფორმითაც შეგიძლიათ, ეს აძლევს ამ ადამიანებს საშუალებას, რომ მარტო არ იგრძნონ თავი. ეს ასევე აძლევს ამ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ გააგრძელონ ცხოვრება. თქვენგან სწავლობენ. ჩემო ძალიან ახლო მეგობარმა სოფომ მასწავლა რომ ცხოვრება როგორ გრძელდება დიშვილის დაკარგვის შემდეგ. მხარდაჭერა და გვერდზე ყოფნა უფრო ძლიერია ვიდრე სიტყვების მოძებნა. თუ სიტყვები გვინდა უბრალოდ ესე ვთქვათ, ძალიან მძიმეა და ძალიან მტკივა გული. არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ იცოდე რომ შენს გვერდზე ვარ. ამაზე მეტი არაფერი არ გვჭირდება. გვერდზე ყოფნა უფრო ძლიერია ვიდრე იდეალური სიტყვების მოძებნა. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს თანამედროვე კვლევაში, რომელიც გვასწავლის პირველ და უმთავრეს ფაქტორს, რომ გლოვა არ არის პრობლემა. ეს არ არის ფაქტორი, რომელიც უნდა გადავჭრათ ან გადავაგდოთ. ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა თავისი სუბიექტური დროით გადის. ზოგჯერ გლოვას ჭირდება დრო, ზოგჯერ გლოვას ჭირდება ხალხი, ზოგჯერ გლოვას ჭირდება ხალხს გულისხმობს შენს გვერდზე მყოფები, ზოგჯერ გლოვას ჭირდება პროფესიონალური დახმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გლოვაზე საუბარი არ ზრდის რისკს, რომ რაღაც უფრო მეტი გაიზრდება, დუმილი ზრდის რისკს, გაჩუმება ზრდის რისკს. გლოვა არის სიცოცხლის და სიყვარულის გაგრძელება დანაკარგის შემდეგ. გლოვაზე საუბარი არ აძლიერებს ტკივილს, გლოვაზე საუბარი აძლევს ტკივილს იპოვოს ადგილი, რომ ნელ-ნელა ახალი ცხოვრება დავიწყოთ. გლოვა ადამიანურია და ადამიანური გამოცდილება დუმილს არ იმსახურებს. იმედი არ გადაგღალეთ და გაგიზიარეთ ინფორმაცია, რომელიც გაინტერესებდათ, ამ სასარგებლო იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ
თემებზე საუბარს, სხვადასხვა თემებზე საუბარს და თუ გაქვთ სურვილი რომ მე კიდევ ერთხელ შემომიერთდეთ, ან გააგრძელოთ ჩემთან შემოსვლა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ასევე დამიკავშირდით Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, სადაც მე გაგიზიარებთ ბევრ სხვადასხვა ინფორმაციას. დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პირველი შეხვედრით. მადლობა რომ იყავით ჩემს გვერდზე, ჩემთან ერთად და მომავალ შეხვედრამდე.